უფრო ხმამაღალი? კარგია. გამარჯობა დათა. მადლობა რომ დაგვრთანხდი, რომ ეს საუბარი შედგეს ჩემსა და შენ შორის და მესამე ფურცლის მაყურებელი რომ მოგისმენს. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო იქნება. ესე ვფიქრობ. ბევრ დათას არ ვიცნობ, ერთი სახე გაქვს სულ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა კაცის, მაგრამ აი თავისუფლებიდან გაქცევა როგორი შეიძლება იყოს შენი აზრით, თუ თავისუფლებიდან გაქცევა შეიძლება მოგიწიოს. როგორი პირველი კითხვა როგორი ისეთია. არა, თავისუფლებიდან გაქცევას არ ვაპირებ არასოდეს ალბათ რა. თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაპირებ სულ და თავისუფლების დათმობას არასოდეს. თავისუფლებიდან გაქცევა მე მგონი ვერ მივხვდი რა მკითხი. ხო, როგორი შეიძლება იყოს თავისუფლებისგან გაქცევა? არ ვიცი. კაი, გადაცემის ბოლოს მიხვდები რა და შეიძლება ამით დამეწყო საუბარი. მოკლედ, ბევრი აი მაგალითად მე პირადად შენ გიცნობ თესეადან, იქაც რაღაცნაირად ძალიან ესეთი ბრაზიანი მებრძოლი ახალგაზრდის როლი ჰქონდა, რომელსაც რაღაცნაირად ტელევიზორს მიღმა გამოგქონდა ემოცია ძალიან ცხადად იმ პერსონაჟის, ვისაც შენ პირველად თამაშობდი. მერე კიდევ უფრო მძაფრად ჩემთვის როგორც რა ვიცი რიგითი მაყურებლისთვის შენ შემოდიხარ მებრძოლ ახალგაზრდად აი მელიქიშვილის გამზირზე პროტესტის იმ დილით გონია იმ ათედევიძე რომ დააკავეს არ ვიცი ის დილა თუ მომდევნო დღეები. მახსოვს რომ დილაზე სიძახი ხო? ნიას შეასხეს მაგ დროს ჩემს მეგობარს მსახიობს ასევე სპრეიდან მათეს დაჭერაც იყო და ხო ჭავჭავაძეზე რო გავათენე და მე რო გამოყარე საკითხ ხო? ხო. და ერთი წელი გავიდა და რაღაც ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცნაირად ცოტა დაზარალდა. ემოციურად დავგუცმაცდით, თუმცა ნუ ეს ბრძოლა რო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, ალბათ ეს არის მთავარი რის გამოც ისევ ვიბრძვით. რაღაცნაირად ადამიანებს ვინც აი ამ ბრძოლაში ჩამოგშორდნენ თუ ჩამოგვაცალეს, იმიტომ რომ უსამართლოდ ცხედან, აი მათზეც მინდა რომ კითხო. გაგვიზიარო შენი აი ბრძოლის რაღაცნაირი სული, რაც შენ გამოძრავებს, რომ არ გაჩერდე. აუ, ძალიან ბევრჯერ მილაპარაკი ამ თემასთან დაკავშირებით და აი ჩემთვის პირადად აი გავრილოვის დროს დაიწყო ეს ბრძოლა და მაშინაც აქ რუსთაველზე ვიდექი და ყველა ჯერზე რუსთაველზე ვიდექი, როდესაც უსამართლობას ვხედავდი. ეს გინდა პოლიტიკური ყოფილიყო, გინდა რაღაცა ორიენტაციას ეხებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა რა, უსამართლობა სადაც არის, იმის წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოდი და ეხაც ვიბრძვი და სულ ვიბრძოლებ. ყველაზე დიდი ზიანი ჩვენთვის რაც არის ის, რომ დახლეჩილები ვართ, გაყოფილები ვართ და ერთი საერთო მტერი ყავს რეალურად და იმის წინააღმდეგ ერთად არ ვიბრძვით. ხო, პრინციპში სულ ეგ გვაქუცმაცებს. ერთადერთი რაც ალბათ ყველაზე ერთიანები ვიყავით არის ის როცა ხელი მოვაწერეთ იმას რომ დამოუკიდებელი ყოფილიყავით. ალბათ მაგაზე უფრო დიდად ერთიანი არც არასდროს ვყოფილიყავით. კომფორტის მოყვარულ ადამიანებად არიან ზოგი გაზრდილი, ზოგი ახალგაზრდა და უმეტესი და ზოგი კოლცენტრში მუშაობს. ზოგი უმეტესი კოლცენტრში მუშაობს. ამწუხაროდ. ეს კოლცენტრის ამბავიც ხო ის არის რა. ყველა აი ისეთი სამსახურია, რომელიც ალბათ ყოველთვის უნდა მსგავსად ვინც მან მუშაობს. ეს მისთვის ისეთი სამსახურია, რომელიც ყოველთვის უნდა რომ ეპოვა ესეთი სამსახური, რომ აი სადღაც მждარიყო, ბევრი დიდად ტვინის განძრევაც რო არ ჭირდება, ხო ხდები პროსტა თაღლითობით ვიღაცების მოტყუება და მაგაში ბევრი ფულის კეთება. და პატიმრებსაც შეეხება, მაგასაც გეტყვი, რომ ხო, ჩემ მეგობრები არიან რა. ხო, ნუ შესაძლებელი იყო ძალიან მარტივად, რომ ახლა შენ მათ ადგილას ყოფილიყავი ამ რისკის წინაშე, აბსოლუტურად ყველა დადგა, ვინც აი ამ აბსოლუტურად სამართლობა შეეჯახა, ხო? და აი თავიდან იყო მოულოდნელი ძალიან, მე უკვე აღარაფერი აღარ გახდა ამადგან მოულოდნელი და ყველაფერი მოსალოდნელი იყო. და ხო, აი რავი, უსამართლობაზე და ხო, ჩვენ ერთი ისღა დაგვრჩენია, რომ რითიც შეგვიძლია ძალადობის გარეშე გავუხატოთ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ რა. ხო,
და არასდროს გავიქცეთ თავისუფლებას. არასდროს. თესეაში შენი პერსონაჟი და შენი როლი პირველი არის ეკრანზე, ხო? კი. ეკრანზე პირველია. იქ შენ თავს იმეორებ რაღაც დოზით? დათას იმეორებ იმ პერსონაჟში? აი არ მგონია რა. ალბათ მან ყველა ადამიანს ვიმეორებ, ვინც 14-15 წლის არის რა. ესე ერთ მარტო დათას კი არ ვიმეორებ, აი ძალიან ბევრ დათას, ძალიან ბევრ გიორგის, ნიკუშას, ლუკას, აი ძალიან ბევრ ადამიანს ვიმეორებ, ვინც 14-15-16 წლისები არიან, ძირითადად გარდა ტეხის ასაკი ყველაზე რთული ესეთი პროტესტანტული პერიოდი, ყველაფრის მიმართ პროტესტი, მით უმეტეს როდესაც მარტო ხელა დედა გზრდის ბიჭი ხარ რაღაცნაირად ისე ანუ მეც მქონდა ხო მსგავს რაღაცები ხო დედაჩემი და მამაჩემი რაც თავი მახსოვს თუ გაშორებულები იყვნენ და შესაბამისად აი ეს არის რა ქვია მე მახსოვს რა მსგავსი რაღაცები რომ მეც მოხდება მეც აი გააქ რა გინდა არ ვიცი ახლა ძალიანაც დარწმუნებით არ ვიტყვი რომ გააქვს, მაგრამ მე მქონდა მაგალითად რომ აი მიეჭვიანია რაღაცაზე რომ ვინმე აიმე ხა რაღაცა. მაშინ შეიძლება ასე ვთქვათ რომ აი ახალი ფილმის პერსონაჟი სანდრო შეიძლება მასში უფრო იყოს დათასე ეს განცდები და ემოციები, იმიტომ რომ მაზეც მე ჩემი ემოციებიც მინდა გაგიზიარო, მაგრამ მანდაც ეს არის ხომ მშობლების ხო, ეგ ხაზი სადაც არის, მოკლედ ყველა პერსონაჟთან კავშირი მაქვს ზოგადად რა, სადაც აი მამა არ არის და მარტო დედა არის, ეგ ამბავი ძალიან ნაცნობი არის და ახლო არის ჩემთვის და უცხო არ არის და მეც მაგაში ვიყავი და რა ხო სანდროსთანაც ეგ მაქვს საერთო და ვაჟიკოსთანაც ეგ მაქვს საერთო მოკლედ რომ ორემ შემთხვევაში თან ვაჟიკოსთან ეგ იყო რომ ვაჟიკო სხვა ასაკში იყო, სანდრო სხვა ასაკში იყო, სხვადასხვა кейსებია საერთოდ. კი, სხვადასხვა кейსებია და სხვა შორის სანდრო ვაჟიკოს არ იმეორებს, ესეც ძალიან კარგი არის ჩემთვის, იმიტომ რომ კრიტიკული თვალით არ ვუყურებდი, მე ძალიან მიყვარს კინო და ამ შენს ფილმს ბოლო ფილმს ძალიან ველოდებოდი. მაგაზე უნდა მოგვიანებით ვისაუბროთ, ისე ვაჟიკოზე გითხავ, აი როცა პირველი გადაღება დასრულდა, როცა დაასრულეს, რომ რაღაცა შენ ხო ალბათ რაღაც სცადეს, რომ აი ამ დათას გამოუვა თუ არ გამოუვა, ხო არ ვიცი ესე იყო თუ არა, მაგრამ გადაწყვეტით შენ ითამაშებდი თუ არა ვაჟიკოს. ხო, კასტინგზე ვიყავ, ხო. აი პირველივე გადაღების შემდეგ იგრძენი ალბათ გამარჯობა, იმიტომ რომ მივხვდი რომ შენ აგირჩიეს. ხო, აი ეგ რა ზარით მივხვდი, კი არა, ზარით აი ეკამ რო დამირეკამ ჟავანაძემ, მან ვიგრძენი პირველად ეს გამარჯვება რაღაცნაირად. იმიტომ რომ თან კასტინგზე ვიყავი, სადაც ჩემი თვალით ვნახე, რამდენი ვაჟიკო, შესაძლო ვაჟიკო იყო. ხო. და ხო, მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს, ქავთარაძეზე ვიყავი აქვე. ჩეცდოს ოფისი იყო და ყველა მახსოვს, ვინც იქ ვნახე, ვინც დღეს ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ლიფონოვამ გაიარა ესე და მე გვიჯექი მოსაცდელში და რას ვიფიქრებდი რომ მე ესეთი კარგი მეგობრები გავხდებოდით მე და გიორგი. ან სხვაები კიდე ვინებიც იქ იყვნენ და შევედი ჩვეულებრივად გავიარე კასტინგი აუღელებლად. რავი ძალიან თამამად აი ალბათ ეგეც იყო ამბავი რომ აი ისეთი სცენა იყო გასავლელი რომ ცოტა ახლოც იყო ჩემთვის და მარტივად შევძელი, მაგრამ სხვა სცენაც იყო და მოკლედ რაღაცნაირად ეგრე მოხდა რომ დამირეკა მე რეკამ და მითხრა რომ დაგამტკიცეთო და მანდ მოხდა აი ძალიან დიდი გარდატეხა რა ჩემს ცხოვრებაში. მანამდე იყო სკოლა, სახლი, რაც მეგობრების ნახვა, სკოლა, ეხა შემოვიდა სამსახური, სკოლა, სამსახური უკვე სხვანაირად ჟღერს რა. და თან ახალი ხალხი, ახალი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. შენ თავად თქვი რომ რაღაცნაირად ძალიან ძლიერი გარდატეხა მოხდა შენში. შეიძლება ასე შევაფასო რომ რაღაცა დათას მრავალმა ალტერ ეგომ დაიკმაყოფილა ის რაღაც რაც დაუშვათ შეიძლება შენ გინდოდა რაღაცნაირად აი გამოცადე შენი თავიც და მივხვდი რომ აქ შენ გაქვს ნათელი მომავალი. კი, ეგ მოხდა ხო, აი სულ მინდოდა, სულ რაც მინდოდა ის მოხდა, თან მოხდა იმითი რომ
ჩემიდან გამომდინარე მოხდა რა, არც ეკას ვიცნობდი, არც თათოს ვიცნობდი სოლომონაშვილს და არც ნანკას ვიცნობდი ბალახაშვილს. საერთოდ უცხო ადამიანებში მივედი. ზურგის გარეშე. ხო, ზურგის გარეშე, არც დედა მყავს ცნობილი სახე, არც მამა და არც ძმა და არც ბები არავინ რა, ანუ ერთი ჩვეულებრივი. რიგითი მოქალაქე მივედი კასტინგზე უბრალოდ ერთადერთი იგი იყო რომ მე არ მივსვარ, მე არ შემივსია რეზიუმე, თვითონ დამირეკეს, იმიტომ რომ მანამდე სერიალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვითამაშე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი მეგობრის საკურსო სპექტაკლში რა. გადასაღები მოედანი ეს არის ის ადგილი, სადაც მე კამერის წინ ვიქნები თუ უკან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უაქ უნდა ვიყო და სულ უნდა ვიმუშაო, მსახიობი თუ არ ვიქნები, სხვა პოზიციაზე ვიქნები. და ეგრეც მოხდა და ეგრეც ხდება დღემდე და მეორე ის რომ ადამიანები გავიცანი, რომლების აზრებიც ძალიან ემთხვეოდა ჩემს აზრებს, რაც მქონდა მე მაშინ პატარაობაში რა. აი თუნდაც გაგონილი, თუნდაც მოსმენილი ან ნანახი რამე აი აქედან აკრეფილი აზრები და უცებ რომ ადამიანები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მიწევდა სამსახურეობრივი და არა მარტო იმიტომ ძალიან მომეწონა მათთან ურთიერთობა და დაუმეგობრდი ყველას ეგრევე და სულ ეგ მქონდა ყველას ეძე ეგ მაქვს რომ მივდივარ და ანუ არ ვარ რა ეს მსახიობი რომელიც კათზე წავა და დაჯდება და იჯდება ესე ტელეფონში ანუ აი საერთოდ ყველასთან მივდიოდი და საერთოდ ყველას ველაპარაკებოდი და აბა ეს რა არის და ის რა არის და ხო ალბათ ეს ხასიათიც ქმნის შენს პერსონაჟებში შენს რაღაცა მრავალ ემოციას რომელიც რომელსაც შენი პერსონაჟები ატარებენ. დათას რო სანდრო არ ეთამაშა, ალბათ პანონტიკონი არ იქნებოდა ის ფილმიც გამოვიდა. მადლობა. ეხლა ვაჟიკოდან სანდრომდე რომ მოვიდეთ, ამაზეც მითხარი რა არის თავარი, რაც შენ გიყვარს ან არ გიყვარს სანდროში. ზოგადად სანდრო კი არა, ყველა ჩემი პერსონაჟი მიყვარს და ყველა ჩემი პერსონაჟის რაღაცნაირად გამართლებას ვცდილობ სულ, იმიტომ რომ მაინც ჩემი პერსონაჟი და უკეთ მესმის, ყველაზე მეტად უკეთ მესმის მისი ვიდრე ვინმე სხვას და აი არსებობს რაღაცა გაუკეთებია სანდროს ისეთი ქმედებები, რომელიც მით უმეტეს დღევანდელ საზოგადოებაში ძალიან ამორალურ, ცოტა პერვერტულ ქმედებებში ითვლება რა, რაც გაუკეთებია, მაგრამ აი სანდრო უბრალოდ მართლა ის ზღვაში წვეთიო რა იტყვიან, აი ის პატარა წვეთი არის, რომელიც აი უგზოუკლოდ აი ეს ჩამოვარდა საიდან ჩამოვარდა და არც დაცემულა ეს ვარდნაში იყო იქამდე სანამ ფილმი დაიწყებოდა იქამდე სხვა რაღაც ბექსტორი აქვს და სულ ვარდნაში იყო და მე ჩვენ ფილმის რაღაც საათი 45 წუთი ვნახეთ და აქაც ვარდნაში იყო და აი ბოლოს კი არ დაეწვეთა. იმედი მოგვეცა, რომ ძალიან მალე დაეწვეთება ეს წვეთი. ნუ წყალში ჩახტება და რაღაცა ოკეანის ნაწილი გახდება რა. ამის იმედი მოგვეცა, რომ ესე უბრალოდ არ გაქრება და არ დაიკარგება. არა, წარმოუდგენელია დაიკარგოს. თან აზიური ოკეანის ნაწილი უკვე არის, ხო? შენს სიტყვებს რომ მივყვეთ. ჩემი ემოცია რო გაგიზიარო, ანუ ყველა ეტაპზე ფილმის მიმდინარეობისას სამსახიობო გუნდით საკმაოდ კარგად არის შერჩეული, სცენარი ფანტასტიკური, ყველაფერი ვისაც ნანახი არ აქვს, თავის უნდა ნახონ. თუმცა მაინც თავარი ხერხემალი არის სანდრო და მამამისი, მაგრამ ამ შემთხვევაში სანდრო ხო მთავარი ემოციის მატარებელი. შენ არ გაქვს სამსახიობო ცოდნა, ხო? მაგრამ გაქვს სამსახიობო გამოცდილება, რაც ასე ვთქვათ, სამსახიობო ოსტატობაც შეიძლება უკვე უწოდოთ. აი ამ სამსახიობო გუნდთან მუშაობამ, ამ ფილმზე მუშაობამ შენს აი სამსახიობო ალტერ ეგოს ალბათ უფრო მეტად გააძღო და დააკმაყოფილა. აი ძალიან. აი ჩემთვის იყო მაგალითად სადებიუტო პირველი სრული ფილმი, სადაც აიგით მთავარი როლი მქონდა. გიორგისთვის, რეჟისორისთვის იყო სადებიუტო სრული ფილმი, სადაც აი რაღაცა ამ ხელფილმი ჯერ არ გადაუღია რა ესეთი მასშტაბის. და კიდე ძალიან ბევრი მსახიობი, რომლებიც ფილმში არიან ახალგაზრდები, რომლებისთვისაც იყო ეს ფილმი სადებიუტო პირველი სრული, ზოგისთვის პირველი ეკრანი, პირველი კამერასთან მუშაობა და აი ეს
ერთი რაღაცნაირი პროექტი იყო ყველასთვის რა, ჩვენთვის, რომ აი დებიუტი იყო რა ყველასთვის, ძირითადად სხვა ვიღაცებისგან გამოკლებით რა, მაგალითად აი მალხაზ აბულაძის და იას ოხიტაშვილის და კიდე ბევრის, მაგრამ გვეთყობოდა ყველას, რომ მოგწონდა რა, რასაც ვაკეთებდი, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან აი ეს აღმაფრენა გვეთყობოდა, რომ ეს პირველის აღმაფრენა რო არის რა, პირველი სრულია. კი მქონდა მანამდე გამოცდილება, მაგრამ ეგეთი არა, კინოში არა და სულ სხვა სპეციფიკა იყო და სულ სხვა გამოცდილებები და ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე, აი ვერ გეტყვი. პირველ რიგში გიორგი არის სასწავლო რეჟისორი, იმიტომ რომ არ გვქონდა ჩვენ ეგეთი ურთიერთობა, რომ რაღაცა მივიდოდით რეპეტიციას ჩავატარებდით და მე დავიშლებოდით. ანუ დავმეგობრდით ჯერ მე დავიწყეთ ერთად სცენარის კითხვა, მე გავუზიარეთ ერთმანეთს რაღაც ცხოვრებისეული ისტორიები, გამოცდილებები და მე დავიწყეთ ესე ერთად გიორგისთან სახში ვიკრიბებოდით ყველა ეს ახალგაზრდა მსახიობები და ხან ფილმებს უყურებდით, ხან სცენას ერთად ვკითხულობდით, ხან ალბათ ეს ქიმიაც მე შედეგს იძლევა შესაბამის, კი ეს მაქსიმალურად ისეთი რაც შეიქმნა ჩვენ შორის, რომ აი რო გიხარი, აი სადმე წასვლა რო გიხარი, აი რეპეტიცია რო გაქვს, რეპეტიციაზე წასვლა რო გიხარია მაგალითად. შეხვედრა რო გვაქვს და ამ შეხვედრაზე მისვლა რო გიხარი, აი გადაღება რო ერთი სული გაქვს, როდის დაიწყება, ხო ხდება? ყველას ძალიან სიამოვნებ და იმის კეთება, რაც საკეთებ და მაგის კეთება რა. მაინც ყველაზე უფრო მძაფრად რომელ ეპიზოდებს გამოარჩევდი, სადაც ან თუნდაც გადაღების დროს შესაძლოა ემოციურად ძალიან მაქვს ეგეთი სცენები. ანუ გამოვარჩევდი. მაგალითად იმ სცენას სანდრო რომ მასთან მიდის, ოღონდ მამას უკვე მზუმარების აღთქმა აქვს დადებული და რომ ვეღარ ესაუბრება რა. ეს სცენა კასტინგზეც გავიარეთ რა. კასტინგზე გავიარეთ მე და მალხაზ აბულაძემ ეს სცენა. ზოგადად თავიდან რომ კითხულობდით სცენარს, ამორჩეული მქონდა რამოდენიმე სცენა, რომელიც აი ჩემთვის იყო ისეთი სცენა, რომ ამაზე ყველაზე მეტად უნდა დავხარჯულიყავი და ყველაზე ძალიან უნდა მემუშავა რა. ერთ-ერთი იყო ეს სცენა. კიდე იყო ბერად აღკვეცის სცენა მაგალითად. დასწავლი. ხო. ქადას რომ მიუტან ეგ სცენაც. ეგ სცენაც, ხო. ეგ გადაღების პირველი დღე იყო სხვათა შორის ეგ. ეგ ძალიან ემოციურია ეს დამწვრით, როდესაც მიდიხარ შენ და ხო, რამდენჯერაც მაქვს ნანახი, იმდენჯერ აი იძულებული ვიყავი რომ მენახე, იმიტომ რომ ფესტივალზე ვიყავი და იქ პარტერში ვიჯექი და ნუ უნდა მენახე, მაგრამ ესე არ მიყურებია რა, ესე რომ ჩავთო, ან ვინმეს უთხრა რომ აუ გინდა პანოპტიკონს უყუროთ, აი მსგავსი არაფერი, არც მე მარტო არ ჩამჯდარ ვარ და ჩაუჯექი გირჩევდი. მარა ხო, ნუ აი მახსოვს ემოციები მაშინ რეებიც მქონდა რა. ამასთან რომ მივდივარ და ის მას რომ დუმარების აღთქმა გაგებული, მაგ დღეს მქონდა ანგინა რა, ერთი 5 დღე ანგინა მქონდა მოკლედ და ანუ ეს ძალიან მტკიოდა რა, ძალიან პრობლემური გლანდები მაქვს მოკლედ და ძალიან მტკიოდა, მაგრამ აი რეკი როდესაც იყო ეს გლანდები ეგრევე მოვიდა, ძალიან რთული იყო რეპეტიციების გავლა რა, მაგრამ უცბად როდესაც რეკს დააჭერდნენ და შევიდოდ უკვე სედზე, ეს გლანდები აღარ მტკიოდა, ვეღარ მტკიოდა, არ ვიცი სად მიდიოდა ეს ტკივილი, მაგრამ აი ეს ემოციები, აი ბევრ მაგცენას ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, აი უამარავი რაღაცა მაქვს ნაფიქრი, აი იმდენად რაღაცნაირად, იმდენად მინდოდა რომ ძალიან კარგი მაგ სცენისთვის ძალიან ვემზადებოდი რა, მინდოდა რომ აი რაღაცნაირად ძალიან კარგი სცენა გამოსულიყო რა. ეგ სცენა კონკრეტულად აი ძალიან მინდოდა და არ ვიცი, პირველი ეგ მქონდა ჩვენ რომ მოვჭით ეს 3 დუბლი თუ 4 დუბლი გადავიღეთ და ამ ქათი რო იყო და დუბლს რომ მოვრჩევოდით, არავინ არ მეკარებოდა რა, ანუ არავინ არ მოდიოდა არც ჩემთან და არც მახოსთან რა, ანუ ძალიან შორს იდგა პლეიბექი და ანუ არავინ არ მოდიოდა და არ კონტაქტობდა ჩვენთან მაგ დროს, იმიტომ რომ აი რომ გამომხედავდი, მიხვდებოდი რომ უბრალოდ არ უნდა მოსულიყავი, იმიტომ რომ რავი რა, სანდრო იდგა იქ და დათა არ იდგა და შესაბამისად ვერ მიხვიდოდი სანდროსთან იმ მომენტში რა. ჩვენ იმდენთან ისე ვემზადებოდით ამ გადაღებებისთვის 28 დღეში გადავიღეთ, მაგრამ მანამდე ძალიან დიდხანი მოსამზადებელი იყო. 5 თვე და აი ფიქრობდით ყველაფერს თავისი წიკებიან,
თავის აი რაღაცა ნავი აი ტუჩი კუნეტასაც რომ მიზეზი აქვს რატო იკუნეს და აი ყველაფერი ძალიან დეტალებში შეუქმნით ეს პერსონაჟები რა და აი დედა ჩემიც მაგას მეუბნებოდა რომ რაღაც მომენტში ანუ მე თან სახში ძალიან გვიან მივდიოდი ამ რეპეტიციებიდან თან აი თავი არ მქონდა ჯერ გადაპარსული მაგრამ აი ამ ყველაფერს წარმოვიდგენდი და ჯერ არ მქონდა ეს ფიზიკაში გაკეთებული მაგრამ სცენარი რომ ზუსტად ვიცოდი რა სამჯერ გადაკითხული მქონდა ხო ხდება ის სცენები მახსენდებოდა რომ სანდრო აი ეს აი რაღაცა პერვერტულ რაღაცებს რო აკეთებს და აი ქუჩაში რო დავდიოდი აი სულ მაგეებზე ვფიქრობდი და სანდროზე ვფიქრობდი აი სულ გამუდმებით რა და დედა ჩემი ბოლოს მეუბნებოდა რომ ვეღარ გქცნობ ცოტაო რა ანუ ამ ფილმში შემოდის ხმაურიანად შესაძლოა რაღაცა ეპიზოდურად მაგრამ ხმაურიანად შემოდის პროტესტიც სადაც სანდრო იმ პროტესტში არ არის თუმცა რაღაცნაირად გარდატეხასაც ამ პერსონაჟთან სწორედ ის ერთი სცენა ბარათაშვილის ხიძე რომელიც გაქვს გადაღებული ხო და თითქოს ამის მერე კიდევ შენს პერსონაჟში იწყება ერთი მთავარი გარდატეხა ვიდრე მივა დასასრულამდე ხო ყველაზე უფრო მეტად დათა რომელ ეპიზოდში იყავი მაშინ აი სანდროს რო თავი დავანებოთ რო ვიღებდით მოკლედ აქციის სცენებს ხო ჩვენ გადავიღეთ ეს არ არის დადგმული აქცია რა ეს მართლა აქცია არის აქცია იყო ის ერთი აქცია კი მივხვდი რომ ის ნამდვილად ეს რადიკალური დაჯგუფების აქცია ხო და ერთადერთი აი დადგმული რაც იყო ეგ იყო ბარათაშვილის ისე რა ქვია გვირაბში რო გამოდის ხალხი ეგ ყველა ჩვენი ხალხი იყო მაგრამ ის ხიდიდან გადაღებული კადრები რო ესე ტრასაზე მოვდივართ ძალიან ბევრი და თავისუფლების კერძ რუსთაველის მოედანზე რო დგავართ პარლამენტის წინ და აი რაღაცა გამაგიჟებელის ბიჭებით რო არიან წარმოდგენილი არა და ეგ იყო რომ აი მანდ ვიყავი ყველაზე მეტად დათა რა და გიორგი ესე მოდიოდა რეჟისორი ძალიან ესე რაღაცა ხულიგნურად შევიპარეთ მოკლედ ამ აქციაზე მანამდე რაღაცა მთაწმინდაზე ჩვენი მეგობრის სახში გამოვიცვალეთ აი ხო ხტები ისეთ ადგილზე ვიდექი რომ ყველაზე ძალიან რო არ მინდოდა მდგომა და თან პლუს აი ესე მოდიოდნენ ვიღაცები და ესე წაიკითხავდნენ ჩვენს კლავებზე დიდებას საქართველოს და რაღაცა და ბორჯღალო მაგრები ხართ ბიჭებო და რაღაცების ორკები რა აუ მეთქი აი მანდ აი რაღაცა სიგიჟე იყო მე ამათ მარში დაიწრდნენ ჩვენ წავყევით ამ მარს ამათან დავდიოდით საქართველოს გაუმარჯოს რა დაიყვირებდნენ ჩვენს ჯოს უნდა თქვენ იმიტომ რომ ხიდზე კამერა იდგა და გვიღებდა რა ხო წარსული იყო ხო მაგრამ იქაც ფად ვერ ვიტყვი რომ სანდრო სრულყოფილი ორკია მაგრამ ის ირა ემოციითაც უნდა იყოს ორკი იმიტომ რომ მასში უკვე გაფრთხილია ეს ძალიან რო დგას იქ აი ყოფილიყო კი ნამდვილად თავისი იმითი არ მისულა რომ რაღაცა ეგრე ვფიქრობდა მე უნდა მივიდე მაგიტო არ ყოფილა და ალბათ დამთხოვა იყო რომ მეც არ ყოფილა ჩემი სურვილით იქ ფილმი არ მთავრდება მხოლოდ დაუშვათ იმით რომ დასრულდა გადაღება მორჩა მონტაჟი და მზადარი და რაღაც ხო ფილმი მერე იწყებს კიდევ ერთ დიდ გზას და ცხოვრებას რომელიც რა ვიცი შესაძლოა მრავალი წელი კი არა და ესეც უნდა იყოს ხო კარგი ფილმი არასდროს არ კვდება და წახვედით კი არა და წამოიღეთ აზიიდან აზიური ფილმების ოსკარი. ამაზეც გისაუბრია, თუმცა რაღაცნაირად აი აზიიდანაც წამოვიღოთ შენი მეხსიერებიდან რაღაც ემოცია იქედანაც და იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი გამარჯვება იყო, იმიტომ რომ ხა შესაძლოა იცნობს ესეთ კლასიკურ ოსკარს, რომელზეც ასევე არის წარდგენილი ფილმი ახლა, თუმცა აზიური ოსკარი ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობია კინოსამყაროსთვის, ესე არ არის, ხო? თან აზიური კინო მე ძალიან მიყვარს, ხო? ძალიან მაღალია ფილმების შინაარსიც, ხარისხიც, კვალიფიკაციაც და იქ რომ ეს ფილმი ხდება ოსკარის მფლობელი, არ ვიცი, ძალიან დიდი წარმატებაც არის, ხო, ემოციასთან ერთად. ძალიან მაგარი იყო. ჩვენ დავიწყეთ 2024 წლის ივნისში მოგზაურობა და პირველი ფესტივალი კარლოვი ვარის კინოფესტივალი იყო, სადაც მსოფლიო პრემიერა შედგა და იმის მერე რამოდენიმე ფესტივალზე ვიყავი. მაგრამ მე ისე მოხდა, რომ ერთთვიანი პაუზა იყო რა, აღარსად აღარ წავსულ და არა და ვიცოდი რა ფესტივალებზეც იყო რაღაც ფილმი მიწვეული, რაღაც შვედეთში იყო, ნორვეგიაში იყო.
ლონდონში იყო, პარიზში იყო და აი მინდოდა რომ გიორგის ვეუბნებოდი რომ მეთქი სადმე მეც წავალ. რაღაცა დიდი ხანი აღარ ყოფილვარ თუ რაღაცა და მითხრა რომ შენო მიდიხარო ისეაცო რა. შორსო. და ეს შორი რომ მითხრა მე ეგრევე წარმოვიდგინე რომ ამერიკაში მივდიოდი რაღაცა შტატებში რაღაცა ფესტივალი ალბათ და ვარა მაგრამ გამიხარდა რომ მეთქი ამერიკაში წავალ თუ რაღაც. მე უცებ მომდის მეილი და მეუბნებიან რომ ასაღები მაქვს ავსტრალიის ვიზა. ხო და აი ავსტრალიაში რომ ავსტრალიის არსებობის დიდად არ მჯეროდა, იმიტომ რომ ხტები ისე შორს არის რომ აი რავი იქნება და არ არსებობს რა ვიცით თუ რაღაც. ესე იგი მე 27 ნოემბერს ჩავედი 27-ში აი მახსოვს სტორი დავდე ძინების ამეთქი დავიძინე გავიღვიძე და ვნახე კადრები რა პირველი დარბევის უმოწყალოდნაცემი ხალხის უმძიმესი არის პირველი დღეები ხო ძალიან აი რაღაცა ცხოველური მოპყრობა ადამიანების მიმართ აი ეს რაღაცა ზიზღი ხუთი სპეცრაზმელი რო ერთს მისდევს აი რა ვიცი წიხლებით ჩაქოლვა და აი ამ ყველაფერს უყურებდი რა და ვიყავი რაღაც 13000 კილომეტრით შორს და აი ეგეც აღარ მოქმედებდა ხო ხტები რომ ავსტრალიაში ვარ და პირველად ვარ და კაცმა ერთი საქროდის ჩამოვა აი ძალიან მინდოდა რომ უბრალოდ ჩამოსულიყავი და დავიწყე რაღაც სტორების ჩაწერა და აბაის და ძალიან გაბრაზებული ვიყავი ძალიან გამწარებული ვიყავი და აი როგორი გამწარებული ვიყავი просто ვერ გიხსნი ხა რა ნომერში ვიყავი ღრიალებდი რა ჩათო აი ნომერში ესე ღრიალებდი რაღაცა ცრევლები მომადგა მე დავიწყე ამ სტორების ჩაწერა მე აი სტორებს ზოგი წავშალე ზოგი თავიდან ჩავწერე აი ერთ ამბავში ვიყავი და ესე დავჯექი და აბა ეხა დავშვიდეთ და მეთქი რამე მოვიფიქროთ რა ვქნათ აი როგორ ვერ ჩავალ რა ხო ფიზიკურად და რა ვქნათ და წავედი და ველას მოვუყევი აბსოლუტურად ვინც აი რაღაცა ფორუმები იმართებოდა რაღაცა აი communication-ისთვის რაღაცა ღონისძიებები ეწყობოდა რომ სხვადასხვა პროდიუსერს და მსახიობს ერთმანეთთან მე მივდიოდი ხალხთან და ყველას აი იმას ველაპარაკებოდი აი ვანახებოდი ტელეფონით აი ეს ხდება შირი იყო ერთი ჩემი მეგობარია ეხანდელი იმას უთხარი მე რომ ღონისძიებაზე მეთქი რომ თქვა მეთქი რა აი თქვენ მაინც გაფრთხილებთ მეთქი რომ სპიჩის გარეშე არ გამოვა მეთქი რა თუ ამოვალ სცენაზე უეჭველი უნდა ვთქვა მეთქი და მე სასწრაფოდ აი ეს მინდა რომ გავრცელდეს ეგრევე მეთქი ეს ჩანაწერი თქო რა რომ აი უნდა ვთქვა აუცილებლად მეთქი და პრობლემა ხო არ გაგვთ მეთქი რომ იმიტომ რომ პოლიტიკურ განცხადების გაკეთებას ვაპირებთ მეთქი და ამათმაც არაო რა თქმა უნდაო ძალიან წუხვართო შირიდან ნამყოფი არის საქართველოში და ასე თუ ისე უფრო იცოდა დანარჩენმა არავინ არ იცოდა საერთოდ საქართველოს შესახებ აი საერთოდ საქართველოს რო ეტყოდი ეგრევე შტატი ეგონათ და მე რო ვეუბნებოდი აი ზოგმა იცოდა ზოგმა უმეტესმა არ იცოდა და მე უხსნიდი და ხო მე ღონისძიების დღე მოვიდა და კლიფ ქართისმა გადმომცა ეს აზიური ოსკარი მაგარი აღმოფრთოვანებელი იყო და იქ თქვი ეს ჩემი სპიჩი რომ რაღაცა ეძღვნება საქართველოს მეთქი და მოვყევი რაც ხდებოდა ყველაფერი რასაც ხალხი ეს შენი სიტყვა ძალიან დიდი ემოციით მოაღწია აქამდე რომ ეგეთ მძიმე ღამეებში რაღაცნაირად სადღაც სხვა პლატფორმაზე სადაც აქაური გაჭირვება ზე საუბრობენ ძალიან ემოციურია ხო იმ ადამიანებისთვის და მახსოვს ეს სპიჩი იმიტომ ჩვენც რაღაცა ყოველ ღამე თუ დღე და ღამე არ გძინავს და სულ ეძება ირუსთაველის გამზირს მიღმა კიდევ რა ხდება ხო კაი და ახლა და ოსკარის 2026 წლის ოსკარზე უცხოენოვან ფილმებშიც ველოდებით რას იზავს ძალიან საინტერესო ფაქტი არის ხო აქ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ან რა განწყობებით ხარ შენ თავად? ანუ ეს ძალიან მაგარი არის რომ საქართველოს სახელით გავიდა და მოხდა
სხვა 86 ფილმთან ერთად, რომელიც აი ესე გავიდა თავის ქვეყნის სახელით რა. უბრალოდ მე მან ეგეთი რაღაცები ხდება, რომ აი ლოს-ანჯელესში უნდა ჩაატარო ბევრი ჩვენება, ბევრი კონფერენცია, ბევრი რაღაცა მიტინგები, მოიწვიო აკადემიის წევრები, ამისათვის უნდა დაიქირავო ადამიანი, ვისაც ეს PR კომპანია აქვს, ვინც დაგეხმარება ამ ყველაფრის კეთებაში, მოკლედ ამ ყველაფერთვის ძალიან ბევრი ფული არის საჭირო. აი სხვადასხვა ფილმები, რომლებიც დარწმუნებული ვიყავი, რომ შორტლისტში მოხვდებოდნენ და ოსკარისთვის იასპარეზებდნენ, ეგ ფილმები მოხვდნენ შორტლისტში და ოსკარისთვის ასპარეზობენ რა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფილმებზე მე აი მთელი ნოემბერით ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ლოს-ანჯელესში, უამრავად აი რაღაც ნიუ-იორკ ტაიმსის მთავარ გვერდზე რომ მოხდე მაგისთვისაც აი ძალიან ბევრი ფული და მოკლედ ნუ ისე მოხდა რომ ვერაჯობა რა პანოპტიკონმა ახლა ამათ აი ამ შრომას რაც სხვა რა ვიცი სხვა ადამიანებმა ამ იმაში ჩადეს რა ქვია ამ სხვა ფილმებში რომლებიც გავიდნენ უკვე შორტლისტში პანოპტიკონმა ვერ მოახერხა ეგ გაეკეთებინა რომ ეს ნოემბერი მაინც დაეთმო იმისათვის რომ დაეთმოთ იმისათვის რომ იმიტომ რომ პანოპტიკონისთვის არ გაწიეს მეტი შრომა ამას ეს არის ალბათ მიზეზი ხო? ხო, ნუ აი რავი, არ ანუ ვერ მოხდა რა, ვერ მოხდა. აი მიზეზებს არ ჩავძებულ ვარ მე რა. იქ არ ჩავუყვეთ, ნუ გასაგებია, იმიტომ რომ ვერ მოხდა, всё გავიგე რომ ვერ მოხდა, რატომაც ვერ მოხდა, ეგ უკვე ვიცი რა, ზუსტად ვიცი. მაგრამ ნუ ვერ მოხდა არა უშავს. ჩემი პროფესიით რაც მინდა რომ სულაკეთო, ამითი მივახციო უდიდეს წარმატებებს და ამავდროულად ხო, ნუ კამერას უკანაც ვიდგე, იმიტომ რომ დღემდე ვდგავარ და რა ვიცი, ვიდექი და ხო, მინდა რომ გავაგრძელო დგომა, რომ აი ძალიან მევასება. ძალიან მომწონს პროდიუსინგი, ვარ ეხლაც პროდიუსერი და ხო, ამასაც გავყვები და ამასაც გავყვები. კამერის მიღმა ეს ტექნიკური ამბების პროფესიონალურად ცოდნაც ეხმარება ალბათ მე როგორ მსახიობად გადასულ. ეგ იყო ჩემი მიზეზი, რატომაც დავიწყე ჩემი ცოლის დაქალებზე კამერამენად მუშაობა და მუშაობდი ძალიან დიდი ხანი. თან თამაშობდი და მერე ვმუშაობდი და მერე ხელოვნურ სუნთქვაზეც ვმუშაობდი და ამ წლებმა ძალიან დიდი პროდუქტიულობა მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხო, ეგეც არის რომ ანუ თან ისიც არის რომ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ყველაფერი ვიცი რა როგორ მუშაობს და ყველაფერში გარკვეული ვარ სეტზე, ანუ სეტზე ისე ვარ როგორც სახში რა. და თან, როდესაც მსახიობი ვარ, მაგ დროსაც აი ბევრი ლაპარაკი არ საჭიროა. შემოქმედებით ჯგუფსაც აღარ უწევს ბევრი ინტერვიუსად იცი იქ რა უნდათ შენგან. მოკლედ ახლა ძალიან დიდი პატივია შენთან ინტერვიუს ჩაწერა და აი მე მრავალი ევროპული და დასავლური და აზიური ფილმის სხვადასხვა პერსონაჟს რო შეასრულებ. შენ რო შუახნის ასაკში იქნები და მე უფრო შედარებით სიბერისკენ წასული კიდევ ჩავწეროთ ერთი ინტერვიუ და ძალიან გამიხარდება. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის და ვიდრე დავასრულებთ აი ერიხ ფრომის თავისუფლებისგან გაქცევა მინდა რომ გაჩუქო და ნამდვილად არის ეს რაღაცნაირად შენი სულის თითქოს რაღაცნაირად წააგავს მოკლედ მე ვისაც ვიცი რომ რამდენი შენს ვერსიასაც ვიცნობ ეკრანებიდან თუ ეკრანს მიღმა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ძალიან გამიხარდა. აი წიგნი არის ის საჩუქარი რომელიც ყოველთვის ყველაზე ძალიან მიხარია რა. კეთილი. მადლობა. მადლობა შენ.